ირანი მალავდა ისეთ საშიშ რამეს, რომ აშშ-ს აუცილებლად უნდა დაეფრო იგი. ეს რაღაც ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც დაიწყო ოპერაცია ეპიკური ვისხვა და მას არ უნდა მიეცეს ნაბიჯის გადადგმის უფლება. გამდიდრებული ურანი ამჟამად ირანის მიწისქვეშა ბუნკერებშია დამალული და ეს უზარმაზარი საფრთხე შეიძლება ბირთვული განადგურების გზად იქცეს. აშშ-ს უმზადაა ყველაფერი რისკის ქვეშ დააკენოს ირანში ერთ მისიაზე, რომელმაც შეიძლება ახლო აღმოსავლეთი გადაარჩინოს. ამის შესახებ წევს Wall Street Journal, რომლის ცნობითაც აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამჟამად განიხილავს ვარიანტებს ირანში სახმელეთო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით, რომლის მიზანიც ქვეყნის გამდიდრებული ურანის ამოღებაა. ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ ირანში თითქმის 1000 ფუნტი ასეთი ურანია. და მისი ქვეყანაში დატოვება თეირანის სულ უფრო მეტად სასოწარკვეთილ რეჟიმს აძლევს სხვა შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო გაამდიდროს თავისი ურანი. ინდონემდე რომ მათ შეეძლებათ შექმნან ბომბები, რომლებიც მთელ ახლო აღმოსავლეთში დიდ მოსახლეობით ცენტრებს გაანადგურებენ. ტრამპს არ უნდა ჯარისკაცების გაგზავნა ადგილზე. ის ზეწოლას ახდენს თავის მრჩევლებზე, რომ ირანის თახმობა ჩააბაროს თავისი ბირთვული მასალები გახდეს ოპერაცია ეპიკური რისხვის დასვის დასრულების ერთ-ერთი მთავარი პირობა, ითხოვინება Wall Street Journal. ამას გარკვეული ელემენტები აქვს 15 პუნქტიან გეგმაში, რომელიც მედიაში ვრცელდება, თუმცა გაურკვეველია, რამდენად ზუსტად ასახავს ეს გეგმა იმას, რაც აშშ-ს რეალურად სურს ირანისგან. ჰეთრი სახლის პრეზდივანმა კაროლინ ლევიტმა უკვე გააფრთხილა ჟურნალისტები, რომ არ დაიჯერონ გეგმის ყველა პუნქტი, თუმცა ინდეპენდენტი იუწყება, რომ ანონიმურმა წყარომ განაცხადა, გეგმა მართლაც გადაეცა ირანს, პაკისტანის მეშვეობით. ირანი ამას უარყოფს. ის ამტკიცებს, რომ აშშ საკუთარ თავთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. მაგრამ ინდეპენდენტის ინფორმაციით, ეს 15 პუნქტიანი გეგმა ისევე როგორც ნებისმიერი სხვა გეგმა, რომელსაც აშშ წარადგენს ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებების ფარგლებში, უნდა შეიცავდეს პირობებს, რომლებიც ირანს ბირთვული იარაღის შექმნის საშუალებას არ მისცემს. ტრამპის მოთხოვნები ნათელია. ირანის ბირთვული ობიექტების დახურვა, მიწისქვეშა ბუნკერების რეგულარული ინსპექციებისთვის გახსნა. და რაც ყველაზე მთავარია, ურანის გამდიდრების შეწყვეტა, რათა ირანმა ვერ შეძლოს ბირთვული იარაღის მიღების ზღვარზე დადგომა ისე, რომ წითელი ხაზი არ გადაკვეთოს. ტრამპმა ეს საკითხები რამდენჯერმე გაამყარა ოპერაცია ეპიკური რისხვის დროს, მათ შორის ჟურნალისტებთან საუბრისას, რომელიც 30 მარტს Air Force One-დან გააკეთა. ისინი უარს იტყვიან ბირთვული იარაღზე, ისინი გააკეთებენ ყველაფერს, რაც ჩვენ გვინდა, განაცხადა ტრამპმა. შემდეგ კი მუქარაც დაამატა, მაგრამ თუ ამას არ გააკეთებენ, ქვეყანაც აღარ ექნებათ. ქვეყანაც კი აღარ ექნებათ. ეს ტრამპის უბრალო მუქარა არ არის. ეს ირანისთვის გაფრთხილებაა, რომ აშშ ოპერაცია ეპიკური რისხვის ფარგლებში დარჩება, მანამ სანამ ბირთვულ შეთანხმებას არ მიიღებს, რომელსაც ასე ეძებს, ერთი გზით თუ მეორეთი. თუ ირანი გამდიდრებულ ურანს არ დათმობს, აშშ მზად არის ძალით წაიღოს იგი და ამისთვის საჭირო პერსონალიც ჰყავს. ლევიტმა განმარტა, რომ ტრამპს ეძლევა წვდომა ყველა შესაძლო ვარიანტზე, როგორც მან განცხადებაში აღნიშნა. პენტაგონის საქმეა მოამზადოს ყველაფერი ისე, რომ მთავარსარდალს მაქსიმალური არჩევანის შესაძლებლობა ჰქონდეს. ეს არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება. რაც შეეხება პენტაგონს და აშშ-ის ცენტრალურ სარდლობას, ორივემ უარი თქვა განცხადების გაკეთებაზე. ისინი ძალიან ჩუმად არიან, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ირანისთვის რაღაც სერიოზული მზადდება. აქედან ოპერაცია ეპიკური რისხვა ირანის რეჟიმისთვის სასიკვდილოდ, სერიოზულიდან სრულიად გამანადგურებელ ფაზაში გადადის. ამერიკის წარმატებული სახმელეთო ოპერაცია ირანის ტერიტორიაზე რეჟიმს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბერკეტს წაართმევს, რომელსაც ის ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკაში ზეწოლისთვის იყენებს. მალე აგიხსნით, როგორი შეიძლება იყოს ეს ოპერაცია, მაგრამ პირველი რეალური კითხვა ისაა, რამდენად რეალურ საფრთხედ იქცა ირანის ბირთვული საფრთხე. ამ კითხვაზე პასუხი იმ გამდიდრებულ ურანს უკავშირდება, რომლის ხელში ჩაგდებაც ამერიკას სუსიკას. იარაღის კონტროლისა და გაუცელებლობის ცენტრის 15 მარტის ანგარიშის მიხედვით, ირანს აქვს 440.9 კილოგრამი, ანუ დაახლოებით 962 ფუნტი ურანი, რომელიც გამდიდრებულია 60%-მდე U-235-ით. ეს მნიშვნელოვანია, რადგან U-235 არის ის ფიშირებადი ურანის იზოტოპი, რომელიც ბირთვული იარაღის შექმნას შესაძლებელს ხდის. იმისთვის, რომ ირანის 972 ფუნტი ურანი გახდეს იარაღის ხარისხის, ანუ ისეთი, რომლითაც შეიძლება ბირთვული კობინის შექმნა, ის უნდა გამდიდრდეს 90%-მდე U-235-ით. ეს პირდაპირ გვეუბნება, რომ ირანი ჯერ მზად არ არის ბირთვული იარაღის შესაქმნელად. შეიძლება იფიქროთ, რომ ეს კიდევ შორია, რადგან ირანს სჭირდება მინიმუმ დამატებით 30% U-235-ის გამდიდრება, რომ მიაღწიოს იმ დონეს, რომლის მიღწევაც აშშ-სა და ისრაელს სურთ, რომ არ დაუშვო. მაგრამ სწორედ აქ ჩნდება ნამდვილი პრობლემა. აშშ-ს არ აშფოთებს 60%-იანი გამდიდრება. საქმე იმაშია, რომ ირანმა უკვე დაასრულა იმ სამუშაოს უმეტესი ნაწილი, რაც საჭიროა გამდიდრებული ურანის საბრძოლო ხარისხამდე მისაყვანად. იარაღის კონტროლისა და გაუცელებლობის ცენტრი ამას პროცენტულადაც აფასებს და ამბობს, რომ ირანი უკვე 89%-ით არის მიზანთან ახლოს. დასამტკიცებლად ის შემოაქვს გამყოფი სამუშაოს კონცეფციას, რაც აღწევითად განტოლებაა.
შეურიეთ ირანის მიერ გამოყენებული ცენტრიფუგების რაოდენობა, რომლებიც გამდიდრების პროცესში გამოიყენება, მათი გამოყენების დრო და ან ცენტრიფუგების გამყოფი ძალა და მიიღებთ წარმოდგენას ირანის მზადყოფნის შესახებ. გამყოფი სამუშაოს ერთეულების, ანუ SWU-ს გამოყენებით, რომელიც გამოიყენება გამდიდრების პროცესში შესრულებული გამყოფი სამუშაოს რაოდენობის აღსანიშნავად, ირანმა უკვე დაასრულა 45540 SWU. რამდენი SWU არის საჭირო 60%-იანი გამდიდრებიდან 90%-იანამდე მისასვლელად? 564, რაც ირანის მიერ უკვე შესრულებული სამუშაოს მხოლოდ 1%-ზე ოდნავ მეტია. ასე რომ ირანი ბირთვული არაღამდე ბევრად უფრო ახლოსაა, ვიდრე შეიძლება გეგონოთ, თუ მხოლოდ გამდიდრების პროცენტებს შეხედათ. ირან ვოჩმა 2025 წლის ივნისში ირანის ბირთვული შესაძლებლობების გამოკლევისას შესაძლო ვადებიც კი წარმოადგინა. დროის მასშტაბები აწუხებს ტრამპს და პენტაგონს, განსაკუთრებით თუ ირანის ბირთვულ ობიექტებზე ბუნკერსანგრევი ბომბების გამოყენებამაც კი ვერ შეძლო ცენტრიფუგების გაჩერება. თუ ვივარაუდებთ, რომ ირანის IR-1 ცენტრიფუგები იმუშავებენ იმავე სინძლავრით, როგორც წარსულში, და თუნდაც ირანის სხვა ცენტრიფუგები იმუშავებენ მაქსიმალურ შესაძლებლობებზე ნაკლებად, ირანისთვის ბირთვული იარაღის მისაღებად საჭირო დრო ძალიან მოკლეა. გამოცემის თქმით, ირანს დაახლოებით 2 კვირა დასჭირდება იმდენი ურანის გასამდიდრებლად, რომ შეძლოს 5-დან 8 მცირე ბირთვული იარაღის შექმნა. ეს იმასაც ნიშნავს, რომ ირანი გამოიყენებს თავისი 60%-ით გამდიდრებული ურანის დაახლოებით ნახევარს, რაც მიუთითებს, რომ მას შეუძლია 1 თვის განმავლობაში გააორმაგოს ეს მარაგი. რაც შეეხება საჭირო SWU-ებს, ირან ვოჩის თქმით, მათი რაოდენობა დაახლოებით 480-დან 768-მდეა. ეს ზუსტად ემთხვევა იმ წინა შეფასებას, რომელიც გაგიზიარეთ, და კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ირანი ბევრად უფრო ახლოსაა ბირთვული იარაღთან, ვიდრე ბევრს სურს დაიჯეროს. ამჯერად გარკვეული შენიშვნები არსებობს. ირანს სჭირდება, რომ მისი ცენტრიფუგები ხელმისაწვდომი და მუშა მდგომარეობაში იყოს, რაც სულაც არ არის გარანტირებული. ადრე ნახსენები ბომბები, რომლებიც მიწისქვეშა ობიექტებს ანადგურებს, ირანის ბირთვულ ობიექტებს ესხმის თავს და ჩვენ ჯერ კიდევ ნამდვილად არ ვიცით რა გადარჩა და რა არა. ასევე არიან მეცნიერების წრეებში ადამიანები, რომლებიც ეჭქვეშ აყენებენ, რამდენად ახლოსაა ირანი საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნასთან. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი ჯეფრი ლუისია, ჯეიმს მარტინის ბირთვული გაუვრცელებლობის კვლევითი ცენტრიდან. როგორც 11 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში ჟურნალ Scientific American-ში წერია, ლუისის თქმით არ არსებობს მტკიცებულება, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას უახლოვდება. იგივე ლუისი აღნიშნავს, რომ აშეთეშ უკვე განაცხადა, თითქოს ირანის მთავარი გამამდიდრებელი შესაძლებლობები სრულად და მთლიანად გაანადგურა ოპერაცია შუაღამის ჩაქუჩის დროს, რომელიც 2025 წლის ზაფხულში დაიწყო. ასევე არსებობს კითხვა, თუ რამდენი ცოდნა და გამოცდილება დარჩა ირანში, რათა დაეხმაროს რეჟიმს ბირთვული ბომბის შექმნაში. თუმცა გამდიდრებული ურანი კვლავ რჩება. და სანამ ეს ურანი ირანის ხელშია, ეს ტრამპისთვის მთელი ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით პრობლემაა. ბირთვული განადგურება შეიძლება რამდენიმე სპარსეთის ორის ქვეყანას, რომლებიც აშერეშოს მოკავშირეები არიან, კართან დაუდგეს, თუ ირანი შეძლებს თავისი თითქოს და განადგურებული გამდიდრების ობიექტების აღდგენას. ამიტომ აშშ-ისთვის ყველაზე მარტივი ნაბიჯი ჩანს ისაა, რომ წაილოს 60%-ით გამდიდრებული ურანი, რათა ირანს აღარ კონდეს მისი შემდგომი გამდიდრების შესაძლებლობა. აქედან ვხედავთ, რომ ოპერაცია ეპიკური რისვა სხვა საჰაერო კომპანიებიდან სახმელეთო მისიებზე გადადის. მაგრამ სანამ უფრო ღრმად ჩაუღრმავდებით, როგორ შეიძლება იყოს ეს მისიები, სწრაფად შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. ჩვენ გაწვდით სრულ სურათს, არა მხოლოდ სათაურებს, ასე რომ გამოიწერეთ არხი, რომ ყოველთვის წინ იყოთ მოვლენებზე. თუ აშშ-ს სახმელეთო ოპერაციის დაწყება სურს, პირველი გამოწვევა, რომელსაც ის შეხვდება, არის ირანის გამდიდრებული ურანის პოვნა. როგორც ჩანს, უკვე საკმაოდ კარგად იციან, სად აქვს ირანს ეს მასალა განთავსებული. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის რაფაელ გროსის თქმით, ყველაზე სავარაუდო ობიექტებია ისფაჰანი და ნატანზი. ორივე მათგანი ის ადგილებია, რომელსაც აშშ-მ ოპერაცია შუაღამის ჩაქუჩის დროს თავისი მასიური ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბდამშენებით დაარტყა. გროსის თქმით, ირანის გამდიდრებული ურანი სავარაუდოდ მიწისქვეშა გვირაბში ინახება პირველ ობიექტზე, ხოლო მეორე ობიექტში დამატებითი მარაგია განთავსებული. ორივე ობიექტში გავრცელებული ინფორმაციით, ირანს აქვს ცენტრიფუგები, რომლითაც შეუძლია ეს ურანი კიდევ უფრო გაამდიდროს და მიაღწიოს ბირთვული ბომბისთვის საჭირო 90%-იან U-235-ს. ატომურ მეცნიერთა ბიულეტენი, როგორც ჩანს, ეთანხმება ამ შეფასებას 29 მარტის სტატიაში, სადაც ისფაჰანის ბირთვული ობიექტის სატელიტურ სურათებზეა საუბარი. ამ ფოტოებში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა დიდი სატვირთო მანქანა, რომელიც კონტეინერებით იყო სავსე. მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია დავინახოთ რა იყო კონტეინერებში, გამოსახულების გადაღების დრო და ტვირთის ტიპი ირიბ მტკიცებულებად მიიჩნევა იმისა, რომ ირანმა გამდიდრებული ურანი ისფაჰანში გადაიტანა. რამდენი გაურკვეველია. ბიულეტენი ვარაუდობს, რომ ეს შეიძლება იყოს მთელი ტვირთი, რაც ნიშნავს, რომ ნატანში არსებული მარაგი აღარ არსებობს. ეს თავისთავად ქმნის სირთულეს აშშ-ისთვის, რადგან დადასტურების არარსებობა ნიშნავს, რომ მას მაინც უწევს სახმელეთო ოპერაციების მის მომზადება ორ ობიექტზე, თუნდაც მხოლოდ ერთში ინახებოდეს ირანის ურანი. ისფაჰანში მდებარე მიწისქვეშა გვირაბების კომპლექსი ასევე ნაწილობრივ კვლავ ფუნქციონირებს.
როგორც გროსიმ აღნიშნა, ოპერაცია შუაღამის ჩაქუჩი ვერ შეძლო ამ გვირაბების განადგურება და ამ გვირაბების ქსელის პოტენციური სიფთულე კიდევ ერთ გამოწვევას უქმნის აშშ-ს ოპერატორებს ადგილზე. საკითხი მხოლოდ გვირაბებში შესვლაში არ არის. საკითხი ამ გვირაბებში გადაადგილებაშია, რომლებიც შეიძლება დაცული იყოს ჯარისკაცებებით და ნაღმული ხაფანგებით, რათა გაიგონ, სად ინახება ირანის ურანი. ამ დროისთვის ეს გვიჩვენებს, რომ პენტაგონისა და დონალდ ტრამპის მიერ განსახილველი ნებისმიერი ოპერაცია ჩვეულებრივი ქვეითი ძალებით ვერ შესრულდება. სპეცრაზმი აუცილებელია ისეთი რთული მისიისთვის, როგორიცაა ირანის გამდიდრებული ურანის მიწისქვეშა გვირაბებიდან ამოღება. და ეს ოპერაცია შეიძლება კიდევ უფრო გართულდეს იმ დაზიანებების გამო, რაც წარსულში ამ ქსელებს მიადგა. სანამ აშშ-ს საერთოდ განიხილავს ადგილზე ძალების შეყვანას, მას უნდა შეეძლოს გვირაბებში შესასვლელი შესაბამისი ადგილების იდენტიფიცირება და გათვალისწინება იმისა, რომ ირანს ეს შესასვლელები შესაძლოა დაცული ჰქონდეს და აშშ-ის ძალების მისვლისთანავე მათი ჩამონგრევა სცადოს. ასე რომ, ეს მხოლოდ სპეციალური დანაყოფის საქმე არ არის. ამ ყველა სირთულის დასაძლევად აშშ-ს დასჭირდება ისტორიაში ყველაზე დიდი სპეციალური დანაყოფის გუნდი. ამის შესახებ წერს Times of Israel, რომელიც ამტკიცებს, რომ აშშ-ს შეიძლება მხოლოდ ისპაჰანში 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დასჭირდეს. ამ სამხედრო მოსამსახურეებს დაევალებათ ობიექტის დაკავება, ირანის ურანის ამოღება და ისპაჰანის შენარჩუნება საჭირო დროის განმავლობაში, მაშინ როცა მათ შესაძლოა ირანიდან რაკეტებისა და დრონების ცეცხლი შეხვდეთ. წეს გამოცემა. გავრცელებული ინფორმაციით, ირანს ასევე აქვს დაახლოებით 200 კილოგრამი, ანუ დაახლოებით 440 ფუნტი ურანი, რომელიც გამდიდრებულია 20%-მდე U-225-ით. თუ აშშ-ს გადაწყვეტს, რომ ეს ურანიც უნდა ამოიღოს, მაშინ ოპერაციას მეტი დრო დასჭირდება, რადგან ეს უფრო მაღალი დონეა. ამ ოპერაციის წარმატების უმეტესობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რას იცის აშშ-ს მანამდე, სანამ ადგილზე ჯარს შეიყვანს. აშშ-ს რაც იცის, არის ის, თუ რამდენი გამდიდრებული ურანი აქვს ირანს და სად ინახება ეს ურანი ყველაზე დიდი ალბათობით. ისრაელის Times-ის მიხედვით, აშშ-ს ასევე მიიჩნევს, რომ აღმოაჩინა ვიწრო შესასვლელი ისპაჰანში, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია გამდიდრებული ურანის ამოღება. საკამათოა იცის თუ არა ირანმა სად არის ეს კონკრეტული შესასვლელი, რადგან ამ ცოდნის ფლობა ირანს საშუალებას აძლევს დანაღმოს ეს წერტილი. მაგრამ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აშშ-ს იცის, ან სულ მცირეს ჯერა რომ იცის, არის ის, რომ ქვეყანას აქვს შესაძლებლობა განახორციელოს ასეთი ოპერაცია. თუ დონალდ ტრამპი გადაწყვეტს, რომ დროა ყველაფერი რისკზე დააყენოს, ეს შევა ისტორიაში როგორც ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სპეციალური ოპერაცია. და სავარაუდოდ ასე გამოიყურებოდა ეს. ირანის ურანის დასაკავებლად ნებისმიერი ნაბიჯი უნდა დაიწყოს სპეციალური დანიშნულების ძალების ოპერატორების შესაბამის ობიექტზე ჩაფრენით. აქ ვივარაუდებთ ისპაჰანს, რადგან როგორც ჩანს, ეს არის ირანის ურანის ყველაზე სავარაუდო მდებარეობა. ისპაჰანი რამდენიმე ასეული მილის შიგნით მდებარეობს, ასე რომ ამფიბიური დესანტი გამორიცხულია. ეს უნდა იყოს საჰაერო ჩამოშება და აშშ-ის ძალებს აუცილებლად შეხვდებიან საზეინტო რაკეტებით, რომლებიც შეიძლება გაუშვან როგორც პორტატული სარაკეტო სისტემებიდან, ასევე დრონებიდან, სანამ ისინი ჰაერში იქნებიან. აშშ-ს შეუძლია წინასწარ განახორციელოს საჰაერო დარტყმები ისპაჰანზე, თუმცა რამდენად ეფექტური იქნება ეს დარტყმები მხარზე დამაგრებული საჰაერო თავდაცვის სისტემების წინემის წინააღმდეგ, რომლებიც შეიძლება დამალული იყოს რთულ გვირაბებში, ჯერ კიდევ გასარკვევი. მაინც ეს საჰაერო დაბომბა სავარაუდოდ მაინც მოხდება. აშშ-ს საზღვაო კრეიტთა და თავდაცვის დაზვერვის სააგენტოს ყოფილი ოპერაციების სპეციალისტი ჯეიმს ჰაკეტი ასევე ვარაუდობს, რომ ეს დაბომბა შეიძლება იყოს ის მომენტი, როცა 92 საჰაერო სადესანტო დივიზია და 2 საზღვაო ექსპედიციური დანაყოფი, რომლებიც სპარსეთის ყურეში მიემართებიან, საქმეში ჩაერთვებიან. ისინი განთავსდებიან ისპაჰანის მიმდებარე ტერიტორიის დასარბილებლად. ჰაკეტი ამბობს ვაიერთან საუბარში, რათა სახმელეთო ჯარებმა შეძლონ დაუბრკოლებლად და სავარაუდოდ სიბნელის საფარში შესვლა. ირანს ექნება მინიშნება მოსალოდნელზე ამ ავიადარტყმის გამო, თუმცა აშშ-ს შეიძლება გაუმართლოს იმით, რომ რეჟიმმა იფიქროს, ეს თავდასხმა უბრალოდ ბოლოა იმ ოპერაციაში, რომლის ფარგლებშიც აშშ-მ ირანში 10,000 სამიზნე დაარტყა ჰაერიდან. კიდევ ერთი დარტყმა შეიძლება სათანადოდ არც ავიქვან, თუნდაც ისეთ მნიშვნელოვან ობიექტზე, როგორიც ისპაჰანია. როდესაც თავდაცვა შესუსტებულია და საჰაერო თავდაცვა და დრონები განეიტრალებულია, აშშ-ს სპეციალური ძალები დაეშვებიან. ამ საბრძოლო ნაწილებს დაუყოვნებლივ მოუწევთ პერიმეტრის დაცვა, რაც ასევე შეიძლება დაევალოთ აშშ-ს საზღვაო კრეიტებსა და 82 საჰაერო დესანტის პარაშუტისტებს, სანამ სპეციალური ძალები ისპაჰანში შეიჯრებიან. ინჟინრებიც ადგილზე უნდა მიიყვანონ გათხრის ტექნიკასთან ერთად. ამ ინჟინრებს ასევე დაევალებათ ნაღმებისა და მახეების აღმოჩენა. გასასვლელად სუფთა გზა საჭიროა, ამიტომ ეს ინჟინრები შეიძლება სპეციალური დანაყოფების წინ შევიდნენ და შემდეგ მათთან ერთად იმუშაონ ისპაჰანის გვირაბებში შესაღწევად. შემდეგ კი იწყება თავად ევაკუაცია. Wall Street Journal-ის შეფასებით, იქ იქნება დაახლოებით 40-დან 50-მდე სპეციალური ცილინდრი, რომლებიც შეიცავს ირანის გამდიდრებულ ურანს და ყველა მათგანი აკვალანგის ბალონებს დაემსგავსება. ამერიკის სპეციალური დანაყოფები საჭირო იქნება ამ ცილინდრების ამოსაცნობად, რაც ნიშნავს, რომ აუცილებელია სპეციალური ოპერაციების გუნდი, რომელიც სპეციალურად რადიოაქტიური მასალების გასატანად არის შექმნილი.
ავარიები შესაძლებელია, ამიტომ ცილინდრები უნდა მოთავსდეს დამცავ სატრანსპორტო კონტეინერებში, რათა თავიდან ავიცილოთ გაჟონვა ან სხვა, კიდევ უფრო სერიოზული პრობლემები. ეს ეხება ურანის ისფაჰანის გვირაბებიდან გამოტანას, მაგრამ შემდეგ ურანი თავად ისფაჰანიდანაც უნდა გაიტანონ. საჭიროა აეროდრომი, ასევე ამერიკული თავდაცვა, რათა დაიცვას ისფაჰანიდან გამფრენი თვითმფრინავები ირანის მიერ გარდაულად გაშვებული დრონებისა და რაკეტებისგან. კარგი ამბავი ამერიკისთვის ის არის, რომ შაჰიდ ვატანპურის ავიაბაზა საკმაოდ ახლოს მდებარეობს ისფაჰანის ბირთვულ ობიექტთან. სუდი ამბავი ის არის, რომ ეს ბაზაც უნდა დაიკავოს და დაცული იყოს და ამერიკას მოუწევს ამოღებული ურანის გადატანა ამ ბაზაზე, რათა ირანიდან გაიტანოს. სხვა ვარიანტია, რომ თვითონ ისფაჰანის ბირთვულ ობიექტზე მოაწყონ დროებითი აეროდრომი. ორივე ვარიანტი ოპერაციას მეტროს უმატებს, ხოლო რომელი აირჩევს აშეთეშო, ალბათ დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად კარგად არის დაცული შაჰიდ ვატანპურის ბაზა. კიდევ ერთხელ, აშეთეშოს მიერ ირანისკენ გაგზავნილი საზღვაო ქვეითებისა და პარაშუტისტების დაბომბვის ოპერაციებმა შეიძლება შეასუსტოს ეს ბაზა. სახმელეთო შეჭრაც ნაკლებად რთული იქნებოდა განსახორციელებლად, რადგან აშშ-ს მოუწევდა ბაზის დაცვა ისე, რომ არაფრის გამოყვანაზე არ იდარდოს. ერთი რამ ცხადია, ეს არ არის სწრაფი შესვლა და შემდეგ ისევ გამოსვლის ოპერაცია. ვითარება ირანის ხელთ არსებული ურანის რაოდენობასთან და ამ კონფისკებული ურანის ჰაერში აწევის სირთულეებთან ერთად ნიშნავს იმას, რომ ეს ოპერაცია შეიძლება კვირები გაგრძელდეს და არა დღეები. Wall Street Journal-ის ცნობით ოპერაცია ეპიკური რისხვა 4-დან 6 კვირაზე ბევრად მეც გასტანს, ვიდრე ტრამპს თავდაპირველად წარმოედგინა და ტრამპმა უკვე გამოხატა, რომ არ სურს ეს ოპერაცია გახდეს გაჭიანურებული ომი. თუმცა აშშ-ს აქვს ყველაფერი, რაც ამის განხორციელებისთვის სჭირდება. CBS News-ის ინფორმაციით აშშ-ის სპეციალური ოპერაციების კომანდოსები 10 წლეულებია სწორედ ასეთი ოპერაციისთვის ვარჯიშობენ და აშშ-მ სპეციალურად ამ ვარჯიშებისთვის ისფაჰანის გვირაბების და მსგავსი ობიექტების ასლე ააგო. რაც შეეხება იმას, თუ რა მოუვა ირანის ურანს მისი ამოღების შემდეგ, აშშ-ს შეუძლია ის არაბეთის ზღვაში მყოფ გემებზე გადაიტანოს, რითაც ირანის ბალისტიკური რაკეტების მოქმედების არედან გაიყვანს. ქუვეითში და აღმოსავლეთ ერაყში არსებული ბაზებიც დროებითი ვარიანტებია, თუმცა ესენი სტატიკური ადგილებია. მოკლე მანძილი ნაწილობრივ კომპენსირდება იმით, რომ ამ ბაზებზე უფრო ადვილია რაკეტებითა და დრონებით შეტევა. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ აშშ-ს უნდა ჰქონდეს საჰაერო უპირატესობა ისფაჰანის რეგიონში, რაც მის თვითმფრინავებს საშუალებას მისცემს შევიდნენ და გამოვიდნენ და ასევე მოუწევს ისეთი საჰაერო თავდაცვის სისტემების განთავსება, რომლებიც დრონებსა და რაკეტებს გაუმკვალდება. ასე რომ, ეს ოპერაცია სულაც არ არის მარტივი. სპეციალური დანიშნულების ძალების ოპერაციები არასდროს არის მარტივი. თუ აშშ ამას შეძლებს, ეს იქნება ყველაზე შთამბეჭდავი სპეციალური მისია, რაც 10 წლეულების განმავლობაში გვინახავს. მაგრამ ეს შეიძლება აუცილებელი იყოს. აშშ სურს, რომ ირანმა უარი თქვას გამდიდრებულ ურანზე. თუ ეს არ მოხდება, ირანი შუა აღმოსავლეთის ქვეყნებს ბირთვული განადგურების საფრთხეში შეუქმნის. ეს აშშ-ისთვის მიუღებელია და ტრამპის ადმინისტრაცია სულ უფრო მეტად მზადაა ყველაფერი სასწორზე დადოს, რათა ირანის რეჟიმს ბირთვული იარაღის შესაძლებლობა წაართვას. თუმცა შესაძლოა აშშ-ს სხვა გეგმები ჰქონდეს იმ საზღვაო ქვეითებისა და პარაშუტისტებისთვის, რომლებიც ირანში გაგზავნა. კარგის კუნძული კიდევ ერთი სამიზნეა, რადგან ირანის მთავარი ნავთობის ჰაბის მოცილება მას ეკონომიკურად დაასუსტებს. როგორი იქნებოდა სახმელეთო ოპერაცია ამ კუნძულზე? ამას და კარგის კუნძულის დაკავების მნიშვნელობას ჰორმუზის სრუტის მდგომარეობისთვის ჩვენს ვიდეოში ვიხილავთ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, რომ ნახოთ ჩვენი ანალიზი იმაზე, თუ რა ნაბიჯებს შეიძლება გადადგას აშშ ოპერაცია Epic Fury-ის ფარგლებში. და როგორც ყოველთვის, მადლობას გიხდით ყურებისთვის.